პირველი მეცნიერი, რომელიც დაკავშირებულია პირამიდების, ასე ვთქვათ, კვლევასთან, იყო ჰეროდოტე ძველი წელთაღრიცხვის 484-425 წლებში გვაწვდის ინფორმაციას და ეს ინფორმაცია ძალიან ზოგადია, ძალიან პირობითია, თუმცა როგორც ჩანს, ამ პერიოდიდან დიდი ინტერესი გამოუწვევია პირველ საოცრებად აღიარებულ პირამიდას. აი ეს ჯოსერის პირამიდა, რომელიც თქვენს წინაშეა წარმოდგენილი, წარმოადგენს ძალიან მონუმენტურ, ძალიან მასშტაბურ ხუროთმოძღვრულ ძეგლს, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 2723 წლების ნაგებობას წარმოადგენს და მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ 1821 წელი არის მიჩნეული თარიღად, როდესაც ეს პირამიდა გახდათ, ასე ვთქვათ, ცნობილი და სწორედ მაშინ აღმოაჩინეს მისი შესასვლელი. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ დატრიალდა ამ პირამიდების ირგვლივ და სხვათა შორის გაჟღერებულია ესეთი მოსაზრებაც, რომ ყველაზე უფრო მეტად ეგვიპტის მთავრობას არაწყობს ამ პირამიდების კვლევის გასაჯაროებაო. მიუხედავად იმისა, რომ წარმოიდგინეთ, მე-19 საუკუნიდან აქტიური კვლევები მიმდინარეობს და მთელი მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო ჯგუფები ეგვიპტის ირგვლივ არიან მობილიზებულები. ჩდება კითხვა ალბათ, რატომ შეიძლება არაწყობდეს ეგვიპტეს? ძალიან კარგად მუშაობს მითები თუ ლეგენდები, რომელიც დაკავშირებულია ამ უძლეველობასთან, ეგვიპტელების მიერ შექმნილ პირამიდებთან და ამავე დროს იმასთან, რომ ეს სულისმოსახსენიებელი სივრცეები იყო. შეიძლება ასე არ იყოსო და ამ ინფორმაციის გაჟღერებას და ამ ინფორმაციის, ესე ვთქვათ, სამეცნიერო, ასე ვთქვათ, გაჟღერებას ხელს უშლიან. ეხლა ესეც კონსპირაციული თეორიების ფარგლებში ვრცელდება ეს ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება ამასაც ჰქონდეს არსებობის საფუძველი, იმიტომ ეხლა ის თუ აღმოჩნდა, რომ სხვა ცივილიზაციამ შექმნა, ანუ ეგვიპტელები ისედაც იცით თქვენ, რომ ძალიან ცოტანი დარჩნენ, ნამდვილი ეგვიპტელები, კოპტი ქრისტიანები დარჩნენ და ფაქტობრივად იმდენად ცოტანი არიან, მსოფლიო მემკვიდრეობის საკუთრებას წარმოადგენენ, ხო? ძალიან რთულია ამაზე ვისაუბროთ და ამ სირთულეს კიდევ უფრო აძლიერებს ის, რომ როგორ მოახერხეს 2800 წლის ძველი წელთაღრიცხვის 2800 წელს ასეთი მასშტაბის ნაგებობების შექმნა. თქვენ იცოდეთ, რომ თითეული ნაგებობა ეს არის ოქროს კვეთის პრინციპებზე გაგებული, პის ფორმულა, რაც პი მათემატიკური ფორმულა, რომელიც ეს სამკუთხა თანაფარდობა შეეხება, ზუსტად გულისხმობს თითეული არქიტექტურული ნიმუში და დედამიწის ცენტრალურ აქცენტზეა დასმული ყველა პირამიდა. და გახსოვდეთ ისიც, რომ ყველა პირამიდა, გარდა ეგვიპტური პირამიდებისა, ამერიკაში იქნება, ჩინეთში თუ სხვადასხვა კონტინენტზე, ყველა ერთი გრძედი და განედის გადაკვეთაზე იყრის თავს.